აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთელი შემოქმედის ნინო მირწყლოვას მიერ შექმნილი ფილმის „დაუვიწყარი სიყვარულის“ პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ გმირებსა და მათ ხსოვნას ეძღვნება. მუსიკალური ნომრებით გაფორმებული ვიდეო ემოციური ისტორიას ყვება სიყვარულზე, ტყიბულსა და იმედზე. აღსანიშნავია, რომ ფილმი სრულად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი, როგორც ვიზუალური, ისე მუსიკალური კომპონენტის კუთხით, რაც მას თანამედროვე პროექტად წარმოაჩენს. პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. ძალიან ემოციური იყო, განსაკუთრებით სოხუმელებისთვის. ფილმის მიზანი არის ის, რომ ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სოხუმით და ვაგრძელებთ სოხუმში ცხოვრებას და ვაპირებთ იქ დაბრუნებას. ფილმი ეძღვნება ომში დაღუპულ ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს. ეს არის სიყვარულზე აგებული ფილმი, რომ სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე საზღვრები და ტკივილი.